მამუკა ხაზარაძეც განსაზღვრელი სკამზე უკვე 1 საათია რაც მიმდინარეობს ძლიერი საქართველოს ლიდერის სასამართლო პროცესი დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარემ რომ მოწმეთა სიაში იყოს თეა წულუკიანი მისი კომისიის წევრებთან ერთად თუმცა პროკურატურამ ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძის პროცესზე ამ პროცესზეც თქვა რომ თეა წულუკიანისა და კომისიის წევრების გამოკითხვა საჭირო არ არის და მიმართა შუამდგომლობის სწორედ სასამართლოს რომ მოწმეთა ნუსხიდან ამოიღონ თეა წულუკიანისა და კომისიის სხვა წევრების სახელები და გვარები ამ წუთებში მსჯელობენ დაცვისა და ბრალდების მხარე საკუთარ პოზიციას აყენებს სწორედ დაცვის მხარე რასაც პასუხობს ბუნებრივია ბრალდებაც მოსამართლე რამდენიმე წუთში მიიღებს ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და ცნობილი გახდება თეა წულუკიანს დაკითხავენ თუ არა ამ საქმეზე დღეს დაცვის მხარე კითხვას უსვამდა ბრალდებას აინტერესებდა ვინ იყო ის ადამიანი ვისი ხელმოწერითაც პროკურატურაში შევიდა განცხადება რომ სისხლის სამართლის დევნა დაწყებულიყო მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სხვათა შორის ამ თემასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხს არცემდა ბრალდების მხარე დღეს სახელმწიფო ბრალდებელი ამბობდა რომ საჭირო იყო წაიკითხა სწორედ დაცვის მხარეს და ენახა ვისი განცხადების საფუძველზე დაიწყო დევნა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ რასაც მათ შორის მოსამართლის გაკვირვება მოყვა სხდომათა დარბაზში და მოსამართლემ განმარტა რომ თუ ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა დაცვის და ბრალდების მხარეს დოკუმენტებში მოსაძებნი არ იყო სასამართლო სხდომაზე მისვლა საერთოდ საჭირო. რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე, როდესაც ამ თემაზე მსჯელობდნენ, ახლა ამას ჩვენი მაყურებელი მოისმენს. Obiekty საკონსტრუქციის სამი შეგიძლია ჩახედოთ ნახავთ აკითხავთ. კითხვა ვიცი. ყველას თქვენს კითხვებზე არ ვაპირებ. პატრონო სამართლის შეიძლება მე მესმის ერთი შეიძლება. შუამდგომლობის ირგვლივ რამე დასაწყისად. შუამდგომლობის ირგვლივ არის დასაწყისად. შეიძლება უკვე, მაგრამ ის საქმეში რა მტკიცებულებები და შეგვიქას ეს ვითხარი, როცა გადაცემულია. მე რას გავაკეთებ, გალბატონო პროკურორო, თქვენ ვერ მასწავლეთ. პასუხი მოусმინოთ და მე შეზღუდებით. არა, მადლობა. გასაგებია უბრალოდ მე მინდა ბატონო მოსამართლე ხო პასუხი არ გაგვცა აქედან გამომდინარე მე მინდა ბატონო მოსამართლე ვიცოდეთ რომ ჩვენ ვსვამთ კონკრეტულ კითხვას პასუხი გავცათ მაგრამ არა პასუხი გაგვცა წაიგითხებო და კითხვაც ვიცი წერაც ვიცი და აქედან გამომდინარე იმიტომ ვსვამთ ამ ფურცელზე რა წერია შეგიძლია გითხრათ თქვენი პოზიცია ჩამოყალიბდა რომელი დარეზღუდებით აი კარგი მაშინ ვიზზე არა მაშინ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის მომართვის საფუძველზე დაიწყო თუ არა გამოძიება მაშინ ამ კითხვას დავსვამ აი ხარ ის თაობაზე გამოძიება საფუძველზე დაიწყო რომელიც გადაცემული აქვს საქმის მასალები მითითებულია პირველი რეგორზე ხო ეს კითხვა მე მგონი შუამდგომლობის თქვენ უპასუხეთ რა მოხდა უპასუხეთ ესა და ეს იმიტომ გაურვის პროკურატურა ჩემს კითხვებზე და ჩვენს კითხვებზე პასუხს. იმიტომ არ უნდა და იმიტომ არ შეიყვანეს თვითონ პროკურატურამ ეს ადამიანები სიაში. ახლა უყურეთ ბატონო მოსამართლე, ბუნებრივია ისმის კითხვა, რატომ არ დაკითხა პროკურატურამ ეს ადამიანები, ხო? როდესაც პირველი რა არის? საქმის წარმოების ანაბანა რა არის? განცხადებელი მომჩივანი მხარე უნდა გამოკითხოს. მე პროკურატურამ უნდა დასვას კითხვები. თქვენ რო საჩივარი გაქვთ, თქვენ რამდენად კანონიერი ხართ? ეს კითხვები დასასმელი იყო ბატონო მოსამართლე. მაგრამ ეს კითხვები ამ შემთხვევაში ვერ დასვეს. მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესზე რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადა, ამის შემდეგ გაგრძელდება სასამართლო პროცესი და მოსამართლე შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. თეა წულუკიანი იქნება თუ არა დასაკითხთა სიაში, სხვათა შორის დაცვის მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ გაბედავს მოსამართლე გილოვანი და თეა წულუკიანს დაიბარებს მის კომისიის წევრებთან ერთად სასამართლოში ჩვენების მისაცემად, რადგან ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მოსამართლე შვანგირაძემ უკვე მიიღო, დაცვის მხარე ფიქრობს რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მამუკა ხაზარაძის შემთხვევაშიც ნუსხიდან დასაკითხენ ნუსხიდან ამოიღებენ თეა წულუკიანს. სხვათა შორის დაცვის მხარეს ამავე საქმეში მტკიცებულებად აქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ანგარიშები წარდგენილი, სადაც ძალიან მკაფიოდ თეთრზე შავად წერია, რომ არჩევნები გაყალბდა და საერთოდ საპარლამენტო საქმიანობა არალეგიტიმურია, არალეგიტიმური არის პარლამენტი და შესაბამისად არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიაც ვერ იქნება ლეგიტიმური. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ხდომის დაწყებამდე ისაუბრა მამუკა ხაზარაძემაც. მან თქვა, რომ არც ქართული ოცნების წევრებს არ აქვთ იმის უფლება, რომ შექმნან კომისია, რადგან კომისია მთლიანად არალეგიტიმური არის, რომელიც ფუნქციონირებს პარლამენტის არალეგიტიმური წევრების მიერ შექმნილი. უნდა ჩამოხსნათ ნიღაბი
ამ არაკანონიერ ხელისუფლებას და ამას გავაკეთებთ ნებისმიერი ტრიბუნიდან, ნებისმიერ სასამართლოს სტომა იქნება, ქუჩა იქნება თუ დასავლეთის ტრიბუნა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, თუ როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა მოტყუებით ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, გააყალბა 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი, გააყალბა და ჩაიდო ჯიბეში ხალხის ხმები და ამავე დროს ეს კიდევ მეორე არალეგიტიმური პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას უკანონოდ და რატომ არის უკანონოდ, თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა წულუკიანს და კითხოთ სად არის 50% ოპოზიციური პარტიებისა იმ კომისიაში. არ არსებობს ესეთი. ანუ ნახეთ რამდენი დარღვევასთან აღვქრა. ერთ დიდ გლობალური ადამიანებისთვის ხმების წარდგვა და გაყალბება, მეორე უკვე დანაშაულებების კასკადი, მაგრამ კიდევ მეორე ამ არ დავიღლებით და ჩვენ მოქალაქეებს ვეთქვით თქვენი მედიის საშუალებით, ყველა მედიის საშუალებით და ყველა ტრიბუნიდან ვეთქვით თუ რა, ესე ვთქვათ, არაკანონიერ ქმედებას ჩადის ის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული პრემიერი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და ეგრეთ წოდებული პარლამენტი. მაშინ ასე რამდენიმე წუთში განახლდება მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი და გავიგებთ როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება თია წულკიანის სასამართლოში დაბარებასთან დაკავშირებით. მანამდე კი საქალაქო სასამართლო მსჯელობდა ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, იმ საქმეზე როგორც გითხარით, წულკიანი არ დაიბარეს სასამართლოში დაკითხვაზე, მისი დაბარება ვერ გაბედა სასამართლომ თემაზე, რა თქმა უნდა, ბადრი ჯაფარიძემ ძალიან ვრცლად ისაუბრა ჟურნალისტებთან, რომ აღნიშნა, რომ სამართლებრივად არ ქონდა უფლება სამართლეს უარი ეთქვა იმ ადამიანებისთვის, ვის წინააღმდეგაც სწორედ თია წულკანის ბრძანებით დაიწყო გამოძიება, რომ არ გამოკითხული იყო დღეს და ამ სასამართლოს ხდომების ფარგლებში თია წულკანი, თუმცა მოსამართლე შვანგირაძემ აღნიშნა, რომ დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ კომისიის წევრების მოყვანა სასამართლოში იყო საჭირო. ვინც ირჩივლა პროკურატურაში იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვაზე უარი თქვა პროკურატურამ და შესაბამისად სასამართლომაც. ეს არის ძალიან მკაფიო თვალსაჩინო მაგალითი თუ როგორ შეიძლება მოექცე მართლმსაჯულებას, როგორ შეიძლება მართლმსაჯულება გადააქციო პოლიტიკური ნების აღმასრულებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საგამოძიებო კომისია არამხოლოდ აარღვევს კონსტიტუციის მოთხოვნას, არამედ პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, რადგან კონსტიტუციამ ეს იმპერატიული მოთხოვნა განსაზღვრა იმისათვის, რომ ერთმა პარტიამ არ გამოიყენოს საგამოძიებო კომისია მისი ოპონენტების მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და ჩვენ ახლა რასაც ვაკვირდებით, ეს არის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. მათ ასე საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესზე როგორც გითხარით შესვენება არის გამოცხადებული ახლა პარტიის წევრებთან მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება მამუკა ხაზარაძე თქვენ ხედავთ კადრში რამდენიმე წუთში მე-12 დარბაზში განახლდება სასამართლოს ხდომა და ჩვენ გავიგებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას დაკითხავენ თუ არა მის მამუკა ხაზარაძის საქმეზე თია წულკიანს როგორც გითხარით დაცვის მხარეს განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს დღეს წინა სასამართლოს ხდომა მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ ახლა მხარეები, შემდეგ კი უკვე არსებითი განხილვა დაიწყება ამ საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის დევნა დაიწყეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, იმის გამო, რომ თია წულკიანის კომისიაში მონაწილეობა მათ არ მიიღეს და არ მივიდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში, როგორც ამას თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ. უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის ფაქტი, რომ ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებაში არიან მიცემული სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც მათი საქმეების განხილვა მიმდინარე კვირას და მომავალ კვირას არის ჩანიშნული და არ არის გამორიცხული რომ მინიმუმ 3 პოლიტიკოსი ციხეში გაუშვას ოლიგარქის რეჟიმმა იმის გამო რომ გირაო არ გადაიხადეს. ბუნებრივია ჩვენ ვრჩებით სასამართლოში ვაგრძელებთ აქ მუშაობას მოვლენების განვითარების შესაბამისად ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.